კითხვას მეორედ მოისმენთ. რამდენად აწყობთ მეთქი დემოკრატებს შემოდგომაზე ტრამპის წაქცევა? მე არ მჯერა, იმიტომ რომ მიიღებენ JD Vance, რომელიც 28-მდე მივა და ეხა JD Vance ის კერკეტი კაკალია, ტრამპზე მაგარი ტრამპისტია და ჩათვალე რომ 28-ში თუ და ეგ იქნება 28-ში უკვე მოქმედი პრეზიდენტი, ნუ ჩათვალე რომ 34-მდე ეგ იქნება და რას ფიქრობ, საერთოდ რა თამაში მიდის მაშინ ეს? რატო უნდათ ან რას უგორებენ? ანუ საერთოდ შეესწევთ ამიზალა რომ ოქტომბერში კონგრესი გამოაცალონ. იმდენი იძახის რომი რომ აი მე ერთ-ერთ საუბრის დროს ესე მკითხეს, რომ რამდენად აფასებო შენო ესეთ შეხედულებასო, რომ პუტინი ეთამაშება ტრამპს საერთო წარმატებისთვის, ანუ რაც ტრამპს აწყობს, მიუხედავად იმისა დეკლარირებული პოზიციისა და შესაძლოა თუ არაო რომ დაუშვათ გაყვეს იქამდე, რომ აი კიდე ერთხელ რა. არის რომ ისრაელი არის მუდმივად ყოფნა არ ყოფნის ექსტენსიურ მდგომარეობაში. ანუ მარტო ის კი არ არის რომ დაუშვათ რომ აი ღაზაში დახოცას, კი დახოცა, კი აბსოლუტურად არ არის მორალური. ზუსტად ისეთი ბედიელის ისრაელს. ანუ ეს ირანისა და ისრაელის ღაზის სექტორის და ისრაელის თანაარსებობა უბრალოდ შეუძლებელია. გესმის? აი დარვინისტული ეს ბრძოლა არსებობისათვის, ხო? ისრაელი ეს კარგად უსუდეს მეორე მომენტია, მაგრამ ხო, ეს მომენტია. ეს მაგრამ ისე ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს არც იმას, რომ ჩვენთანაც არიან ადამიანები, რომლებსაც ეზიზღებათ რუსეთი და ამერიკაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ესეთი დამოკიდებულება დაუშვათ ემოციური. მაგრამ თუ ჩვენ შევეცდებით, რომ ამას გარედან შევხედოთ ნეიტრალურად, ვიღაცა ეტყვის რომ ცინიკურად, მაგრამ მე არ მემეჩნია რომ ეს ცინიკური ხედვაა. ეს უბრალოდ არის რაღაც გარედან ყურება და მაშინ მე ვხედავ რომ როდაზრო ესენი როგორც ორი დიდი. აი მოდი გარედან ვიყუროთ, შევხედოთ, ხო? რამდენად შესაძლებელია. შენ ხედავ რომ ეს რეალურად არის, აი მართლა ხანდახან აი ეს მეტაფორა ეს ჯუნგლის ზუსტად მორგებულია. ნუ ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც არც ერთი არ დათმობს და არც ერთი არ არის, ისე ვამბობ რა, აქ არ მუშაობს არანაირი ფაქტორი ესეთი იმისი, რა ქვია, როგორ გითხრა იცი? ეს უბრალოდ